დაშლა ასეთია, როგორ გრძნობს თავს ჩვენი კონკურენტი. ჩაიფიქრეთ, თუ გყავთ კონკურენტი, თუ გყავთ მოწინააღმდეგე, თუ გყავთ არაკეთილმოსურნე, აი ეხლა როგორ გრძნობს თავს. ვიცით ხო, ბუმერანგი, სამყაროს კანონი და ასე შემდეგ. ახლა დავიწყებ უწრირებას, როგორ გრძნობს თავს. ორ ვარიანტზე გავაკეთებ. ჩვენი მოწინააღმდეგე. პირველი ვარიანტი, როგორ გრძნობს თავს ჩვენი მოწინააღმდეგე. მეორე ვარიანტი. რა ენერგიებშია ჩვენი არაკეთილმოსურნე. პირველი ვარიანტი, ჩვენი არაკეთილმოსურნე, მეორე ვარიანტი. და თუ დაასტოპა იმ რაღაცეების, ანუ აღარ განვავრცობ რას, იცით თქვენ ყველა თქვენი მითხართ, ანუ თქვენ სიტუაციას მოარგეთ, სამყარო კი ხვდება რას ვამბობ და რას გულისხმობ, თუ გააჩერდა, ანუ თუ გააჩერა ის, რასაც აკეთებდა პირველი ვარიანტი, თუ არა გააჩერებენ ნამდვილად მეორე ვარიანტი. ჯერ არ არსებობს არაფერი დაფარული, რო არ გამჟღავდეს პირველ ვარიანტთან. დასრულებით გააჩერა პირველ ვარიანტთან, თუ რამეს აკეთებდა გრძნობას ემოციონალურ ფონს, აქ უფრო მეტი ნაგულისხმებია გრძნობა, ემოციონალური ფონი გაჩერდა, ანუ გაჩერებულია. ამის იქით უკვე აღარ არის, ცხრიანი უკვე დამთავრებაა. რაც შეეხება იმას, ბრძოლა იყო ნამდვილად თქვენ ორ შორის და ბრინჯივით დაიბნა, ანუ რაღაც პრობლემები შეექმნა, რის გამოც დროებით თქვენთან ურთიერთობა შეფერხებულია და რატომ? აი ამიტომ. აი ესეთ ენერგიებშია, the devil. აღარ დავაკონკრეტებ, როგორ დაბალ ვიბრაციებშია. პირველი კონკურენტი. გადავდეთ, ანუ ვის ემსახურება და ვისი კლანჭების ქვეშ აღმოჩნდება, აგერ ჩანს ყველაფერი. და მეორე ვარიანტი, კონკურენტი, ანუ ხო, თქვენი რა ენერგიებშია. ის რაც იყო თქვენ შორის დასრულდა, გაყოფილია თქვენი გზები, არ უნდა თქვენი დანახვა, არ უნდა გაგება, ანუ არ ვიცი რა მოხდა, კიდევ ერთხელ ვიძახი. ხო, და რჩევა, ანუ აი ესეთ რჩევაა, რომ რაღაც ფინანსებს ეხება აქ. მეორე ვარიანტთან ფინანსებია. კი, და დადგა შორს, ანუ პოზიციების დაცვაში, ანუ